საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქობულეთში ბავშვთა პანსიონის გახსნას კიდევ ერთხელ ეხმაურება. უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის საქმიანობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას და ამავე დროს არღვევს მოქმედ სამართლებრივ სტანდარტებს. ბავშვის აღზრდისა და ჰარმონიული განვითარებისთვის საუკეთესო გარემო ოჯახური პირობებია. ბავშვებს ოჯახურ სითბოს ვერავინ შეუცვლის და თუკი მატერიალური დახმარება გსურს, უმჯობესია მშობლიური ოჯახების გაძლიერება. განცხადების პასუხად პანსიონის დირექტორი ამბობს, რომ მათი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონს. ამასთანავე გიორგი ქურივიშვილი განმარტავს, რომ დღეს უკვე პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ. მაზნიაშვილის სახელობის სახლი, რომელიც გახსნილი არის ქობულეთში, აბსოლუტურად ზის ყველა იმ კანონის მოთხოვნაში, რაშიც უნდა იდეს და რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ეს არ არის ბავშვების ბიოლოგიური ოჯახებიდან ხელოვნურად გამოყვანა. ყველა ბავშვი, რომელიც ცხოვრობს ჩვენთან, მათი ოჯახში დატოვება იყოს საფრთხის შემცველი. ამ ოჯახების დახმარება თანხობრივად, რაზეც საუბრობს სამინისტრო, არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვევდა ბავშვის დახმარება.